ეს ძალიან მძიმე ისტორია, ძალიან მძიმე. და ჩემი ერთ-ერთი ისეთი როგორ გითხრათ, გამოუსწორებელი ტკივილია, რომელიც ვერაფრით ვერ ამოვავსე და ვერც ამოვავსებ მაგას, იმიტომ რომ მეგრე მოხდა. ხო და ისე ყოფილა ჩემგან დიდი მცდელობები იმის, რომ მე საუბრა ბევრი რაღაცა მცდელობა მქონოდა რომ გაეგო და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ არ შედგა და ვერ გამოვიდა ეს. მოკლედ ამან ჩემს ჰქონდა რაღაცა გარკვეული პერიოდი, როდესაც მე მიყოლებით მომიწია ახალი და ახალი პრემიერების თამაშმა და ის აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნამუშევრით და მიდიოდა თავის მეგობრებთან თეატრში და მეუბნებოდა რომ წადით თეატრში და გოგა ნახეთ რა და აი ნახეთ გოგას ნამუშევარი. ხო და ეს რაღაცნაირად ჩემ უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა, კარგი რა მამა რა, კარგი რა და ის იყო აი რაღაცა ძალიან აღტაცებული. და ვითამაშე ახალი პრემიერა ანა კარენინა და მაშინ ვიყავი დაახლოებით 40 წლის, შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები და მეორე პრემიერის დღეს, პრემიერის მეორე დღეს ისევ მოვიდა სპექტაკლის სანახავად, შემოვიდა ჩემთან საგრემიოში და მითხრა რომ აი იცი რა, აი ეს ყველა ეპიზოდი კარგია, მაგრამ აი იქ რომ გეხარ და სანამ დაიწყებ აი მონოლოგს ცოტა გამეხსენი რა, ეს მაინტერესებს მაგ დროს შენი თვალი დავინახო, ემოცია და ასე შემდეგ და მე ამ დროს გრიმს ვიკეთებ, ვემზადები სპექტაკლისთვის და თანცოთ მოვიქეცი და შენ მე ვთქვი ნაჯექი და მომისმინე მეთქი რა. დროკი მქონდა და დავიწყე. მე რო 6 წლის ვიყავი და 6 წლიდან რომ მე მამა მიყვარს და მჭირდებოდა ყოველ წუთში როგორ და და მოვედი იმ 6 წლიდან იმ დრომდე სადაც ვიყავი. ეხლა მე გეხარ და მე მაჩვენებ რომ აი ეს მინდა რომ გააკეთო და ჭკუას მარიგეთ მეთქი და უნდა ძალიან